მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ, რა მოხდება თუ თქვენი ქვეყნის ბედი ერთ წარმოუდგენელად სარისკო გადაწყვეტილებაზე აღმოჩნდება დამოკიდებული. აი ზუსტად ასეთი არჩევანის წინაშე იდგა მე-18 საუკუნის საქართველო. და ამ არჩევანმა ყველაფერი შეცვალა, თანაც სამუდამოდ. შეხედეთ რუკას. მე-17 საუკუნის საქართველო, ხომ ხვდებით, ერთგვარი პარადოქსი იყო. მისი მდებარეობა, რომელიც მას სავაჭრო გზების ცენტრში აქცევდა, ამავდროულად სასიკვდილო ხაფანგსაც უგებდა. იყო ცენტრში, ნიშნავდა, იყო მუდმივი საფრთხის ქვეშ. და ეს არ იყო უბრალოდ სამეზობლო არა. ეს იყო გიგანტური გეოპოლიტიკური საჭადრაკო დაფა, სადაც ქართლ-კახეთის სამეფო პატარა პაიკივით აღმოჩნდა სამი უზარმაზარი იმპერიის, ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის თამაში. თითოეულ მათგანს კავკასია უნდოდა და საქართველო სამწუხაროდ ამ ბრძოლის ეპიცენტრში მოექცა. კარგი, იმისთვის რომ ბოლომდე გავიგოთ, რატომ წავიდა მეფე ერეკლე ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე, მოდით ჯერ ჩაუღრმავდეთ იმ რთულ ვითარებას, იმ გეოპოლიტიკურ ხაფანგს, რომელშიც საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანას ყველა მხრიდან უტევენ. შიგნით არეულობა, გარედან მუდმივი თავდასხმები და ეკონომიკური წნეხი. ეს ყველაფერი ქვეყანას ძალას ართმევდა. სამხრეთიდან სპარსეთი და ოსმალეთი ისევ სახიფათოები იყვნენ, ჩრდილოეთით კი ახალი, გაცილებით ამბიციური იმპერია რუსეთი იწყებდა კავკასიისკენ გამოხედვას. და აი, სწორედ ამ დროს 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომმა შეიძლება ითქვას ყველაფერი შეცვალა. ქართველებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამხელა სამხედრო ძალა ჰქონდა რუსეთს. ამან კი გააჩინა ერთი ძალიან სახიფათო, მაგრამ ამავდროულად მაცდური იდეა. იქნებ ერთადერთი გამოსავალი ამ ახალ ჩრდილოელ გიგანტთან კავშირი იყო. ხვდებით რა ვითარებაა? როცა არჩევანი ფაქტობრივად განადგურებასა და ძალიან სარისკო კავშირს შორისაა, მეფე ერეკლე მეორემ მზერა ჩრდილოეთისკენ მიმართა. და იმედი, რომელიც იქიდან წამოვიდა, გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით არის ცნობილი. ეს დოკუმენტი, გეორგიევსკის ტრაქტატი, ჩვენი ისტორიის ცენტრალური ნაწილია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ეს არ იყო მოკავშირეების თანასწორი ხელშეკრულება, არც კი ახლოს. ეს იყო ფაქტობრივად სასოწარკვეთილი გარიგება, სადაც ერეკლემ ქვეყნის სუვერენიტეტის უდიდესი ნაწილი დათმო სამხედრო დაცვის ბუნდოვანი დაპირების სანაცვლოდ. პირობები ერთი შეხედვით თითქოს მარტივია. რუსეთი იღებდა ვაზდებულებას დაეცვა საქართველოს და შეენარჩუნებინა ბაგრატიონთა დინასტია. სამაგიეროდ კი საქართველო კარგავდა უფლებას, ჰქონოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, რაც მას ფაქტობრივად რუსეთის პროტექტორატად აქცევდა. ეს იყო, რასაც ქვია, ფაუსტური გარიგება, უსაფრთხოება თავისუფლების სანაცვლოდ. იცით, ადვილია დღეს ამის განსჯა, მაგრამ მოდით ერთი წამით ერეკლეს თვალით შევხედოთ. ეს არ იყო ღალატი ან სისუსტე, მისი გადმოსახედიდან ეს იყო სასოწარკვეთილი, მაგრამ ერთადერთი ლოგიკური სვლა. არჩევანი იდგა სრულ განადგურებასა და გადარჩენის თუნდაც მცირე შანსს შორის და მან ეს შანსი აირჩია. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ისტორიას ირონია უყვარს. სასტიკი ირონია. ტრაქტატი, რომელიც საქართველოს გადარჩენის გარანტი უნდა ყოფილიყო, პირიქით მისი განადგურების კატალიზატორი გახდა. დაცვის ნაცვლად მან საქართველოს ახალი დაუნდობელი მტერი მოუვლინა. სპარსეთისთვის, რომელიც საქართველოს საუკუნეების მანძილზე თავის გავლენის სფერო თვლიდა, ეს ტრაქტატი პირდაპირ სახეში სილის გაწვნას უდრიდა. ახალმა და წარმოუდგენელ სასტიკმა მმართველმა, აღამ აჰმად ხან ყაჯარმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო. მან გადაწყვიტა, რომ ქართველები ამ თავხედობისთვის სისხლით უნდა დაესაჯა. და აი როგორ განვითარდა მოვლენები ეტაპობრივად კატასტროფისკენ. რუსეთმა, რომელმაც დაცვის პირობა დადო, ჯარები გაიყვანა ოსმალეთთან ახალი ომის გამო და საქართველო მარტო დატოვა განრისხებულ სპარსეთთან. აღამ აჰმად ხანმაც იდეალური მომენტი შეარჩია და ერეკლეს ულტიმატუმი წაუყენა. ან რუსეთი, ან გადამწვარი თბილისი. ერეკლემ ულტიმატუმი არ მიიღო. მან დადებულ სიტყვას არ უღალა და ამ გადაწყვეტილებამ, ამ პრინციპულობამ პირდაპირ მიგვიყვანა კრწანისის ტრაგედიამდე, ბრძოლამდე, რომელიც ქართული თავგანწირვისა და ამავდროულად ეროვნული კატასტროფის სიმბოლოდ იქცა. უბრალოდ ციფრებს შეხედეთ, წალთა თანაფარდობა გამანადგურებელი იყო. აღამ აჰმად ხანის 35,000-იან კარგად გაწვრთნილ არმიას, ქართველთა 5,000-იანი, ნაჩქარებად შეკრებილი ჯარი დაუპირისპირდა. 7 ჯერ მეტი. ეს არ იყო ბრძოლა გამარჯვებისთვის, ეს იყო ბრძოლა ღირსისთვის. ბრძოლა დაიწყო წარმოუდგენელი თავგანწირვით. ქართველები მედგრად იცავდნენ თბილისის მისადგომებს, მაგრამ როდესაც რიცხობრივ უპირატესობას შიდა ღალატიც დაემატა, თავდაცვის ხაზი უბრალოდ ჩამოიშალა და დედაქალაქისკენ მიმავალი გზა გაიხსნა. კრწანისის მარცხი მხოლოდ დასაწყისი იყო. ნამდვილი ჯოჯოხეთი თბილისში დატრიალდა. აღამ აჰმად ხანის სურდომ ქალაქი აიღო, გადაწვა და გაძარცვა. ეს იყო ეროვნული კატასტროფა, საშინელი ჭრილობა, რომელმაც ქვეყნის ხერხემალი ფაქტობრივად გადატეხა. კარგი, მტვერი დაილექა, ხანძარი ჩაქრა და რა დარჩა?
მოდით შევაფასოთ შედეგები. როგორ შეცვალა ამ ერთმა ტრაგიკულმა ბრძოლამ საქართველოს მომავალი სამუდამოდ. შედეგები იყო ფატალური. კრწანისის ტრაგედიამ ქართლ-კახეთის სამეფოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მან ასევე ცხადად დაანახა ყველას, რომ რუსეთი არასანდო მფარველი იყო და პარადოქსი ისაა, რომ სწორედ ეს კატასტროფა გახდა რუსეთისთვის საბაბი, რომ რამდენიმე წელში ვითომ დასუსტებული მოკავშირის დაცვის სახელით საქართველოს სრული ანექსია მოეხდინა. და აი ეს არის ამ ისტორიის მთავარი ყველაზე მწარე და ირონიული გაკვეთილი. გადარჩენის სურვილით დადებულმა ხელშეკრულებამ, რომელიც დაცვას გუპირდებოდა, საბოლოოდ ქვეყანა დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვამდე მიიყვანა. და ბოლოს მინდა დაგიტოვოთ ეს კითხვა. იყო თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი ერთადერთი გზა ერის ფიზიკური გადარჩენისთვის? თუ ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რომლის თავიდან აცილებად შეიძლებოდა? ისტორია რთულ კითხვებს სვამს, რომლებზეც სალსახა პასუხები როგორც წესი არ არსებობს.